აი ხო გაინტერესებთ გვეშველება თუ არ გვეშველება, მარტივად მიგახვედრებთ რანაირად გვეშველება რა. საქართველოს პრორუსული მთავრობა ჭიპლარით არის მიბმული რუსეთის მთავრობაზე. შესაბამისად ამ ქვეყანაში რაღაცის ცვლილება თუ გვინდა და ვიწყებთ ბრძოლას ვიწყებთ ჩვენ რუსეთთან შიშველი ხელებით ნაბრძოლები არასდროს არ მთავრდება დადებითად. ან ასე და ამრიგად რუსეთს მანამდე ვერაფერს ვერ მოუხერხებთ, სანამ უკრაინა დედას არ უტირებს ამ რუსეთს, რომელიც ძალადობს უკრაინელ ხალხზე და უკრაინელების მიერ დამარცხებულ რუსეთში არ დაიწყება შიდა არეულობა. შიდა არეულობა დაიწყება ერთი მიზეზით. ეს იქნება უკრაინის უპირობო გამარჯვებით და უკრაინის მიერ რაც შეიძლება მალე სანქტ-პეტერბურგის, მოსკოვის და სხვა აი ასეთი განვითარებული ქალაქების დაბომბვით და შეწუხებით. და ეს გამოიწვევს იმას, რომ კომფორტის ზონიდან გამოვლენ რუსები, რეალურად რაზეც დგას მთლიანად პუტინის რეჟიმი, არის ის ქალაქები და ის რეგიონები, რომლებიც შედარებით არის განვითარებული. აი მაგალითად ეხლა აი ამ ვიდეოს რომ ნახავთ, ეხლა რასაც განახებთ, აი ასეთ რეგიონებში, სოფლებში და ქალაქებში ვერ აჯანყდება ხალხი და ვერ მოხდება მოძალადე რეჟიმის დამხობა. როდესაც მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში და კიდევ სხვა ქალაქებში დისკომფორტს განიცდიან იქ მაცხოვრებელი რუსები, რომლებიც მართლა ელიტურ რუსებად ითვლებიან, აი მაშინ შეექმნება პრობლემები პუტინის მმართველობას. მაგიტომ არის რომ ეს ადამიანები ყავს კომფორტში იმისათვის რომ არ იყოს პროტესტი და როცა დაინახავენ რომ ისინიც უკვე იწყებენ ცხოვრებას როგორც ეხლა ეს არის იაკუტია, აი ეგრე იქნება. კასპის ქუჩები უფრო მაგარია და კასპი უფრო მაგარი ევროპული ქალაქი გამოდის ვიდრე აი ეს და გვეუბნებიან იმას რომ თურმე რუსეთში ცხოვრება ყვავის. კი არ ყვავის? არამედ აი ასეთი მდგომარეობაა. Не ходи сюда, тут грязно, сниму эту, какашки потекли. Я недавно туда провалилась. Да. Вот так вот, печаль, тоска вообще. Это депрессивный район, конечно. Ну и контингент соответствующий, конечно. Это дом Кати, Ваня, где они живут. Вот газ они провели себе, да. Баллон, да. Есть такие дома, где вообще ушли под землю, люди там живут, на земле первые этажи. Вот мы другие страны спасаем, бомбим. А нас, в принципе, бомбить не надо. Мы все тут вот Ванина машина стоит. Котик. Мы сами тут все разбомбили уже. В принципе, все уже готово. Разбомбили, освободили. Заходи, живи. Вот так один дом. Вот там они живут. Сейчас я хотела... 1 год же я тут шла через дворы вот так вот. Ну, чище стало, чище. Я давно у них не была. Вот, пожалуйста. Через дворы вот так шла, и как я провалилась же в помойку, я так плакала, помню. Сейчас мы по дороге пошли, а в тот раз я решила вот пойти не по дороге, и я провалилась. Вот, пожалуйста, вот в каше такой, ушедший под землю, канализация течет, пахнет, запахи, конечно. Ну, у вас люди пахнет чем сиренью, ландышами, а у нас пахнет канализацией. Не ходи сюда, тут грязно, сниму эту, какашки потекли. Я недавно туда провалилась. Да. Вот так вот, печаль, тоска вообще. Это депрессивный район, конечно.